ფრანც კაფკა, კანონის წინაშე. გერმანულიდან თარგმნა რუსუდან ღვინეფაძემ. კანონის წინ კარისკაცი დგას. მოდის სოფლის მკვიდრი და სთხოვს, კანონთან შეუშვას. მაგრამ მეკარე პასუხობს, რომ ახლა ამის ნებას ვერ მისცემს. კაცი დაფიქრდება და მერე ეკითხება. შეძლებს თუ არა მოგვიანებით შესვლას? შესაძლებელია, პასუხობს კარისკაცი, მაგრამ ახლა არა. რადგან კანონის კარი ღიაა, როგორც ყოველთვის, და მეკარეც განზე დგას, კაცი დაიხრება და ცდილობს შიგნით შეიხედოს. როცა კარისკაცი ამას შენიშნავს, გაეცინება და ეუბნება. თუ გული ასე ვერ გითმეს, შეეცადე შეხვიდე ჩემი აკრძალვის მიუხედავად. ოღონდ გახსოვდეს, მე ძლიერი ვარ. თანაც მხოლოდ ყველაზე დაბალი საფეხურის მეკარე გახლავარ. თითოეული დარბაზის შესასვლელში სხვა კარისკაცები დგანან, ერთი მეორეზე უფრო ძლიერები. მესამე მათგანის დანახვა მეც კი შიშს გვრის. ასეთ სირთულეებს სოფლის მკვიდრი არ მოელოდა. კანონი ხომ ყოველთვის ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოსო, ფიქრობს ის. მაგრამ ახლა, როცა უფრო ყურადღებით დააკვირდა ქურქში გახვეულ კარისკაცს, მის გრძელ, კეხიან ცხვირს, თათრულ ყაიდაზე მოშვებულ შავ მეჩხერწვერს, გადაწყვიტა, რომ უმჯობესია დაელოდოს, სანამ შესვლის ნებას მისცემენ. მეკარე ტაბურეტს აწვდის და შესასვლელთან შორიახლო დაჯდომის ნებას რთავს. ხოდა ზის იქ დღეები, წლები, გამუდმებით ცდილობს შეუშვან და კარისკაცს თხოვნით თავს აბეზრებს. დროდადრო მეკარე მას გამოკითხვას უწყობს წარმომავლობისა და კიდევ ბევრი სხვა რამის თაობაზე. მაგრამ ეს განურჩეველი კითხვებია, ისეთი, როგორიც დიდ ვაჟბატონებს სჩვევიათ. ბოლოს ისევ და ისევ უმეორებს, რომ მისი შეშვება ჯერჯერობით არ შეუძლია. კაცი, რომელიც სამგზავროდ საგულდაგულოდ აღჭურვილია, მეკარის მოსაქრთამავად არც ერთ ნივთს არ იშურებს, რაც უნდა ძვირფასი იყოს. კარისკაციც არაფერზე ამბობს უარს, მაგრამ თან ეუბნება. მხოლოდ იმისთვის ვიღებ, რათა დარწმუნდე, რომ ცდა არ დაგიკლია. მრავალი წლის განმავლობაში თვალმოუშორებლად აკვირდება კაცი მეკარეს. სხვა კარისკაცები ავიწყდება და კანონისაკენ მიმავალ გზაზე იგი ერთადერთ დაბრკოლებად მიაჩნია. თავის ბედს წევლის, პირველ წლებში ანგარიშ მიუცემლად და ხმამაღლა, მერე და მერე ასაკში შესული, მხოლოდღა თავისთვის ბუზღუნებს. ბოლოს სიბერისგან ისე გამოტვინდა, რომ მეკარის ბეწვის საყელოს რწყილებსაც კი, რომლებსაც ის უკვე სათითაოდ იცნობს მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად, ევედრება დაეხმარონ კარისკაცის დაყოლიებაში. ბოლოს თვალის ჩინით წაერთვა და ვეღარ გაუგია, ნამდვილად სიბნელია მის გარშემო თუ თვალი ატყუებს. მაგრამ ახლა წვდიათში გარკვევით ხედავს ჩაუქრობელ ნათებას, რომელიც კანონის კარიბჭიდან გამოსჭვივის და აი, აღსასრულიც მოახლოვდა. ამ ხნის განმავლობაში მიღებულმა მთელმა მისმა გამოცდილებამ სიკვდილის წინ თავი მოიყარა ერთ შეკითხვაში, რომელიც აქამდე მეკარისათვის არ დაუსვამს. ხელის დაქნევით უხმობს თავისკენ, რადგან გაშეშებული სხეული აღარ ემორჩილება. კარისკაცი იძულებულია ძალზე დაბლა დაიხაროს, რადგან ამასობაში მათ შორის სიმაღლეში განსხვავება საგრძნობლად შეიცვალა კაცის საზიანოდ. ახლა რაღა გინდა გაიგო? ეკითხება მეკარე. რა დაუოკებელი ვინმე ხარ? განა ყოველი ადამიანი კანონისაკენ არ მიისწრაფის, მიუგებს კაცი. როგორ მოხდა, რომ მრავალი წლის განმავლობაში ჩემს გარდა არავის მოუთხოვია იქ შეშვება? მეკარე ხვდება, რომ კაცის აღსასრული უკვე დამდგარა და მთელი ძალით უყვირის, რათა როგორმე მიაწვდინოს ხმა მის მინავლებულ სმენას. შენს გარდა აქ ვერავინ შემოაღწევდა, რადგან ეს შესასვლელი მხოლოდ შენთვის იყო განკუთვნილი. ახლა კი წავალ და ჩავკეტავ მას.